კრისტალბეთი გართობის უსასრულო სამყარო. თვალებში შიში ჩამდგარა, სულში სევდა და ნაღველი. ისე მივდივართ იმ ქვეყნად, ბევრი რამ ვრჩება სათქმელი. განადაგათვლის საწუთრო, სიცოცხლეთ გულის ჯერებას. დღეს ახარ, ხვალ არ იქნები ძნელია დასაჯერებლად. ამიტომ უნდა გვიყვარდეს მზე ვარსკვლავების ციალი, თორემ ვინ იცის სად მოგსპობს სიკვდილი ოხერთიან. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მადლი ქველმოქმედებას აგრძელებს. უამრავი მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახების შემდეგ ორგანიზაცია რუსთავის მოხუცთა თავშესაფარს ეწვია და ამ ვიზიტით მინიჭებული სიხარულით თითოეულ მათგანს ცხოვრების რამდენიმე საათი გაულამაზა. ორგანიზაციამ თავშესაფარში, სადაც სულ 45 ბენეფიციარი ცხოვრობს, საკვები პროდუქტი, ხილი, რძის ნაწარმი და ტკბილეული მიიტანა. საქართველოს მადლმა აღნიშნული საქველმოქმედო აქცია თავად უზრუნველყო. თამას ბელთაძის თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველაფრისათვის შვილო, ღმერთმა კეთილი გზით გატაროთ. ჩვენაირი ადამიანებისადმი, ასეთი ყურადღებისადმი დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება და ჩვენს ამითი რაღაც ცოტა დღეებს გვიგრძელებთ, ცხოვრებას ცოტას გვიხანგრძლივებთ და განსაკუთრებით თქვენ არ ლამაზ ახალგაზრდებს როგორ უყურებთ, მავიცნობა რამდენი წლის ვარ. მადლიერები ვართ ჩვენ და ეს რო არ თქვათ არ შეიძლება. დიდი მადლობა თქვენ იმისათვის რომ ასეთი კარგები ხართ. ხვალინდელი დღე ხომ თქვენია და ახალ საქართველოს რო შექმნით, ახალი ურთიერთობებით, ახალი ფასეულობებით, აი მაშინ იქნებით ღირსეული ჩვენი შთამომავლები. ეს ორგანიზაცია დაფუძნდა 1 წელზე მეტია, რაც დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია. ამ ხნის მანძილზე დახმარება გაუწიეთ ღვთისწყალობით 300-ზე მეტ გაჭირვებულ ოჯახს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, იმართება უფროსი სადილები საქართველოს მასშტაბით და დღეს ვესტუმრეთ რუსთავის მოხუცთა თავშესაფარს, სადაც იმყოფება 45 ბენეფიციარი და ძალიან გახარებულები ვართ ჩვენს და თითოეული მათგანი რომ ესეთი კარგი და ლამაზები არიან, ძალიან კარგად შევხვდნენ, დაგვხვდნენ. მოხუცებმა ლექსები მოგვიყვეს, თავიანთი ისტორიები გვიამბეს და ვართ დღევანდელი დღე ძალიან კმაყოფილები. iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის